თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ 2016 წლის 3 ივნისს 17 საათზეა ჩანიშნული საყდრისის საქმის განხილვა. Ამ პროცესზე დაგეგმილია ქართულ-გერმანული ექსპედიციის ხელმძღვანელის ირინე ღამბაშიძის დაკითხვა. საყდრისის საქმეს იხილავს მოსამართლე ნინო ბუაჩიძე, როგორც გითხარით, მოსარჩელეები გახლავართ მე, ნინო მიქიაშვილი, მამუკა ნოზაძე და ირაკლი ლომიძე. მოპასუხეები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და საქმეში მესამე პირად არის ჩართული კომპანია RMG Gold. შეგახსენებთ, რომ ჩვენი მოსარჩელეების მოთხოვნა 2014 წლის 12 დეკემბერს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლო ზანთიძის მიერ გამოცემული განკარგულებების ბათილაცნობა, ანუ იმ დოკუმენტების ბათილაცნობა, რომლის საფუძველზეც მეორე დღეს 2014 წლის 13 დეკემბერს საყდრისი ააფეთქეს. მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროს ადგილას ახლა არის უზარმაზარი ორმო. საყდრის 2014 წლის 13 დეკემბრიდან მოყოლებული ყოველ მეორე დღეს აფეთქებენ, მადანს ამუშავებენ და ბოლოს ოქროს დორეშენადნობი ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გააქვთ. საყდრისის ახლომდებარე ბორცვების დამუშავებაც დაიწყეს, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეში ისმის 5-6 აფეთქება, ეკოლოგიური მდგომარეობა უფრო მძიმდება, იქაურობა უდაბნოდ იქცევა, ადგილობრივი მოსახლეობა იწამლება და გროშების ფასად ქვეყნიდან ოქრო და სხვა ძვირფასი მეტალები გაედინება. იმათ საყურადღებოდ, ვინც კითხულობს, საყდრისი აღარ არსებობს და რა აზრი აქვს სამართლებრივ ბრძოლას და სასამართლოში სიარულს. სასამართლო დავის მოგების შემდეგ გადაწყვეტილებით ხელდამშვენებულები ჩვენ მოსარჩელეები წავალთ მთავარ პროკურატურაში, მივაკითხავთ მათ და გამოძიების გააქტიურებას მოვითხოვთ. მოგებული პროცესი იქნება იმის მყარი მტკიცებულება, რომ დანაშაულია ჩადენილი. ამის შემდეგ პროკურატურა იძულებული გახდება გამოძიება გააქტიუროს. როგორც ამ სასამართლო დავის, ისე თითოეული ჩემი გადაცემის თითოეული ფრაზის მიზანია იმათი დასჯა, ვინც საყდრისის აფეთქების ბრძანება გაცა, ვინც საამისო დოკუმენტებს ხელი მოაწერა, ვინც საყდრის ბულდოზერით ანგრევდა. სასამართლოს ხდომებზე მედია საშუალებები არ დადიან და რადგან მე ირაკლი ლომიძე და მამუკა ნოზაძე პლაკატებით ხელში არ ვდგებით ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად აქციებზე და თავისუფალ დემოკრატებთან ერთად უნისონში არ ვაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს, ითვლება ისე, რომ თითქოს ჩვენ გავჩუმდით და საყდრისის აფეთქებას შევეგუეთ. ალბათ გახსოვთ, რომ საყდრისის აფეთქების მეორე დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა საქმის გამოძიება და დამნაშავების დასჯა მოითხოვა. ჩვენ მშვიდად თანმიმდევრულად ვასრულებთ ჩვენი პატრიარქის კურთხევას. ვიბრძვით იმათ დასასჯელად, ვინც საყდრისი ააფეთქა. საყდრისის საქმის განხილვა ბოლოს 8 აპრილს გაიმართა. ამ დღეს დაიკითხნენ როგორც საყდრისის მომხრე, ისე მოწინააღმდეგე მეცნიერები. პროცესზე კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორს და ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული საბჭოს წევრ ბესიკ მაცაბერიძეს წარბი არ შეუხრია, ისე გამოვიდა საყდრისის წინააღმდეგ, ისევე როგორც არქეოლოგი თემურ ბიბილური. მათი სამარცხვინო ჩვენებები ობიექტივის კამერამ თავიდან ბოლომდე გადაიღო, ისევე როგორც გეოლოგ ზურაბ ვარაზაშვილის დაკითხვა. ეს არის RMG Gold-ის მიერ დაქირავებული გეოლოგი, რომელიც ჯერ თავის დასკვნაში, ხოლო შემდეგ 8 აპრილს გამართულ სხდომაზე ამტკიცებდა, რომ საყდრისი ბუნებრივად ინგრეოდა და მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული საბჭოს კიდევ ერთი წევრი გია ჭანიშვილი 2014 წლის 12 დეკემბერსაც ღირსეულად მოიქცა და 8 აპრილსაც ღირსეული ჩვენება მისცა სასამართლოს. 8 აპრილს გამართულ სხდომაზე გარკვეული მტკიცებულებები წარმოადგინეთ ჩვენ მოსარჩელებმა და მოსამართლე ამას დაურთავს თუ არა საქმეს ხვალ შევიტყობთ. ახლა იმაზე მოგახსენებთ, რის გამოც რეპორტიორით შევაწუხე და თქვენც სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლები. ჩვენმა მოსამართლემ 2016 წლის 8 აპრილს გამართულ სხდომაზე ჩვენ საქმეს შემოერთა საყდრისთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქმე, სადაც მოსარჩელეები არიან მარინე მიზანდარი, კახა კოჟორიძე და გიორგი გოგოჭური.
მათ უფლებებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს და სხდომებზე სულხან სალაძე გამოდის და ტელევიზიებითაც ის აკეთებს კომენტარებს. სხდომებზე კოჟორიძე და მიზანდარი არ დადიან. ერთი პრეზიდენტის მრჩეველია და ალბათ თავისი საქმეებითაა დაკავებული, ხოლო მეორე, რამდენადაც ვიცი, ევროკავშირის ექსპერტია და სხვადასხვა ქვეყნებში სიარული ხშირად უწევს. საქმეების გაერთიანების შესახებ გამოტანილი განჩინება, გასაჩივრება სამწუხარო დარექვემდებარება, ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლო დარბაზში დიდწილად სავარაუდოდ შეიძლება ვიხილოთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მათი სატელიტი პოლიტიკური, საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ უსათუოდ მოყვებიან ტელეკამერები, იმიტომ რომ აქამდე ეს ყოველთვის ასე იყო. პროცესის დასრულების შემდეგ ჩაწერენ ტელევიზიები მათთან კომენტარებს, ალბათ ჩვენთანაც კომენტარებს, მერე ერთ სიუჟეტში ისე გავა ყველაფერი, რომ თითქოს ჩვენ ვართ ერთად, თითქოს ვართ ჩვენ ერთ გუნდში, ამისგან თითოეული ჩვენთაგანი დაიფაროს ღმერთმა. ამისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება იმის ხმა მაღლა თქმა, რასაც ახლა მე თქვენთან ვამბობ. ზემოხსენებულ ორგანიზაციებთან, ადამიანებთან ჩვენ საერთო არაფერი არ გვაქვს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში უბრალოდ იძულებული ვართ მათთან ერთად ვიჯდეთ ერთ სასამართლო დარბაზში და ერთად ვიყოთ მოსარჩელები. მოხარული ვიქნები თუ აი ამ ბოლო ფრაზას, რაც ეხება საქმის გაერთიანებას, თქვენ გააშუქებთ, თუ არ გააშუქებთ და ეს თქვენს ინტერესებში არ არის, გაგებით მოვეკიდებით. დიდი მადლობა, აი სულ ამის თქმა. პროტესტებთ რომ ერთ კონტექსტში იყოთ, თუნდაც ამ სასამართლო დავის საქმეში. თქვენი ერთ პოზიციაზე არ ხართ ამ საქმის თანამდებობაში? იცით რა, ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს საყდრისთან მიმართებაში და საყდრისი არასდროს გამოგვიყენებია ქულების დასაწერად სხვებისგან განსხვავებით და უბრალოდ არ გვინდა ეს საკითხი იყოს პოლიტიზირებული. ჩვენ ახლა უკვე ვიბრძვით იმათ დასაშიალად, ვინც კულტურული მემკვიდრეობა დაანგრია და იგივე პოლიტიკურ პარტიებს, სხვებსაც, ორგანიზაციებსაც საყდრისის დაცვა თუ უნდათ, სანამ დაანგრევდნენ და აფეთქებდნენ, მანამდე შეეძლოთ ამის გაკეთება. ეხლა საყდრის წამდაუწუმ ახსენებენ და იწერენ ამით ზოგი პოლიტიკურ გულებს, ზოგი გრანტისთვის გულებს, ზოგი იმისთვის, რომ სხვას ფული გამოძალოს და ასე შემდეგ. მათი ხსენება სათითაოდ როგორც ორგანიზაციების, ისე პიროვნებების ძალიან დიდი პატივია. იმაზე მეტი ხსენება ვიდრე ვახსენე.